ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საბაზისო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მეხუთე და მეექვსე კლასის დამატების მოთხოვნით დღეს სკოლიდან მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი შესაბამისი კანონის გათვალისწინებით კლასების დამატებას ითხოვენ, რადგან როგორც თავად მშობლები ამბობენ, ცაიშის საჯარო სკოლამდე 2 კილომეტრი მანძილია გასავლელი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსწავლებს სკოლის ტრანსპორტი ემსახურება, მაგრამ მშობლების განმარტებით სკოლაში სწავლობენ ავადმყოფი ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა პატრონობა სჭირდებათ. სიშორის გამო კი ბავშვები უყურადღებოდ დარჩებათ. მოსწავლების მშობლებმა ზემო აღნიშნული მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ზუგდიდის რესურს ცენტრს მიმართეს. თხოვნა ყველას მიმართ, განათლების სამინისტროს მიმართ, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი დააფინანსონ, რომ აქ პედაგოგები რო გაუშვან მეხუთე კლასის პედაგოგები რო დააკმაყოფილონ, რა თქმა უნდა თანხით. აი ეს გვინდა რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში 6 კლასი რო დარჩეს. რა ბავშვები არ შეგვიშვია, იმიტომ რომ 9 ბავშვი იქით რო წავა, მე-6 კლასი ჩვენ რა დაგვირჩება ბავშვი აქ. ძალიან გვინდა რომ დირექტორის შუამავლობით ჩვენ დირექტორიც ყავდა აქ და გვითხრა რა ვქნათო ჩვენ ეგრე არისო ჩვენი ფინანსები არ არისო, ძალიან გვინდა რომ იყოს მე-6 კლასი. ანდა სულ დაიკეტოს სკოლას. ცაიშის საბაზისო და საჯარო სკოლის დირექტორის მამუკა დაგარგულიას განმარტებით, განათლების სამინისტროსგან არის ნებართვა გაიხსნას აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში მეხუთე და მეექვსე კლასები, თუმცა სკოლის დირექტორს მიაჩნია, რომ მიუხედავად სამინისტროს თანხმობისა და არსებული სასკოლო ბიუჯეტისა, მეხუთე და მეექვსე კლასის გახსნა არასწორია. არც მე არა ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ როგორც მენეჯერი და სკოლის დირექტორი, ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, იმ თანხებით, რა თანხებიც გაგვაჩნია, მეხუთე და მეექვსე კლასის გახსნა არასწორად მიმაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მეხუთე მეექვსე კლასის გახსნა ეს ნიშნავს საათების დამატებას. საათების დამატების გარდა საჭირო იქნება კვლავ პედაგოგიური კოლექტივის შევსება ახალი ნაკადით, რომლებიც მთელ რიგ საგნების სწავლებას განახორციელებენ. თავისთავად მოგესალმებათ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. იმ კონტინგენტიდან გამომდინარე და იმ ბიუჯეტით, რაც ეხლა გააჩნიათ სკოლას, ეს ნამდვილად არის საკმარისი იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები. მოგვიანებით უკმაყოფილო მშობლებთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელები მივიდნენ. ლაშაგოგიას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო რაც შეეხება რესურს ცენტრს, გონელი პაპავას განმარტებით, როგორც კი ფინანსები გამოჩნდება, მოხდება მეხუთე და მეექვსე კლასის დამატება. ამ სკოლასთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, საგანმანათლებლო რესურს ცენტრი განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გაითვალისწინებს თითოეული მოსახლის ინტერესებს. აქ ჩადებულია ინტერესი, რომ მართლაც იყოს პირველი 6 კლასი და სკოლას აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ფორმა ისეთი, რომ მეხუთე მეექვსე კლასი არსებობდეს, მაგრამ ცაიშის საჯარო სკოლას, რომელიც აფინანსებს პირდაპირ თავისთან შერწყმულ სკოლას, ფიზიკურად არ გააჩნია ფინანსები, რომ მეხუთე კლასი როგორც ფინანსური კლასი არსებობდეს, როგორც კი თანხა გამოინახება, პრობლემა არ არის. მეხუთე მეექვსე კლასი თავისუფლად იფუნქციონირებს. საბოლოოდ შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად 1 წელი საკმარისია იმისთვის, რომ მოძიებულ იქნას შესაბამისი ფინანსური წყაროები და მოხდეს სკოლის სრული რემონტი. ამასთან გონერი პაპავას განცხადების სასწავლო პროცესი ცაიშის საბაზისო სკოლაში ხვალიდან განახლდება.